მალაიზიიდან დავბრუნდით, სადაც ტაილანდურ კლუბში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი როგორც სასკოლო, ასევე დიდ ასაკში. ჩვენ მოვიპოვეთ 2 ისტორიული медали, რადგან დღემდე საქართველოს ტაილანდური კლუბში მსოფლიოს ჩემპიონატში медали არ ქონდა მიღებული. ჩვენ ჩამოვედით 2 ვერცხლის მედლით, რაც არის ძალიან სასიხარულო და ჩვენი ქვეყანაც ახლა უფრო კარგად გამოჩნდება და ღირსეულად წარდგება შემდეგ კონი ტურნირებზე. აღნიშნულ ტურნირზე ვიყავით 4 სპორტსმენი წარდგენილი, 4 სპორტსმენიდან 2 სპორტსმენმა მოიპოვა медали, რაც არის ძალიან კარგი შედეგი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო პირველი ტურნირი ჩვენთვის, პირველი მსოფლიო ჩემპიონატი და საკმაოდ მაყოფილები ვართ ამ მიღწეული შედეგით, მაგრამ რა თქმა უნდა არ უკმაყოფილდებით და განვაგრძელებთ შრომას იმისათვის, რომ საქართველოს კიდევ უფრო ღირსეულად წარმოადგინოთ მსოფლიო ასპარეზზე. მთელი საქართველოს სპორტის კომაგას ულოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას. პირველად მიიღო საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნულმა ფედერაციამ მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატში და 3 სპორტსმენიდან 2-მა აიღო ვერცხლის медали. ეს არის ისტორიული შედეგი, რასაც ულოცავ განსაკუთრებით რა თქმა უნდა ტაილანდური კრივის კომაგებს. ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი იქნება ალბათ უფრო მეტი დაუღალავი ენერგიული შრომით და ველოდებით უფრო დიდ შედეგებს. დიდი მადლობა რა თქმა უნდა სპორტსმენებს და მწვრთნელების გუნდს. ბატონ დათო კირიას, ბაჩო ფარცვანიას და მთელ მაგად გუნდს. აფხაზეთის მეომართა კავშირი მაქსიმალურად მხარს უჭერს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ბავშვებს, რომლებმაც უნდა ააფრიალონ ჩვენი ქართული დროშა და ამღელონ ჩვენი ქართული ჰიმნი. მე მივიღე მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე და მივიღე ვერცხლის медали. მალაიზიაში და ტაილანდში ვიყავი და ძალიან გამიხარდა, რომ მეორე ადგილი დავიკავე. ჩემი ქვეყანა ღირსეულად წამოვარდინე. ჩამოვედით თბილისის აეროპორტში, ვიყავით მალაიზიაში მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც შევძელი და დავიკავე მეორე ადგილი 57 კილოგრამში U18-ში. ჩემი ქვეყანა ღვთისმშობლობით ღირსეულად წარმოვაჩინა. მიხარია, რომ ამ ტურნირზე მივიღე მონაწილეობა და ჩემს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ეს. მომავალში კიდე მზად ვარ, რომ ჩემ ქვეყანას ოქრო მოვუტანო.